აბანიძე. ამჟამად მუშაობ გაეროს ბავშვთა ფონდში, სკოლამდელი განათლების კონსულტანტი ვარ. აგრეთვე ვასწავლი რამდენიმე კურსს სკოლამდელ განათლებასთან დაკავშირებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ვარ სკოლამდელი განათლების სპეციალისტი. ჩემი პირველი პროფესია არის პოლიტიკური მეცნიერება. შემდეგ დავიწყე განათლების სისტემაში მუშაობა, კერძოდ განათლების და მეცნიერების სამინისტროში და ასე მოვხვდი განათლების სფეროში. ამ ასაკში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი რაც მიმდინარეობს პროცესი, საგანმანათლებლო პროცესი მორგებული იყოს ბავშვებზე, კონკრეტულ ბავშვებზე, რომელთანაც მუშაობთ, რომლებიც ჯგუფში არიან. ეს ნიშნავს, რომ აღზრდელი მუდმივად უნდა აკვირდებოდეს ბავშვებს და მათგან გამომდინარე ამ დაკვირვების საფუძველზე გეგმავდეს მათი საჭიროებებიდან, ინტერესებიდან, შესაძლებლობებიდან გამომდინარე გეგმავდეს საგანმანათლებლო პროცესი. როგორც წესი, დღეს ასე არის, რომ უმრავლეს, ასე ვთქვათ, სკოლამდელ დაწესებულებებში თამაშის ფორმით მიმდინარეობს, ასე ვთქვათ, სწავლა და განვითარება. ზოგიერთ საბავშვო ბაღში შესაძლოა უფრო მეტად ფოკუსი იყოს სასწავლო უნარჩვევების განვითარებაზე და შეიძლება თამაში ცოტა იჩაგრებოდეს, მაგრამ როგორც წესი, მაინც ძირითადი ფორმა არის თამაში. ძირითადი, ასე ვთქვათ, ფუნქციები სკოლამდელი განათლების სპეციალისტების, აღზრდელების, ვინც საბავშვო ბაღებში მუშაობენ, არის ადრეულ ასაკში, ანუ სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის სწავლის, მათი განვითარების ხელშეწყობა უსაფრთხო განმავითარებელ გარემოში. ბავშვებს შეუძლიათ ძალიან ბევრი საინტერესო ინფორმაციის მიღება და გადამუშავება, უბრალოდ ეს უნდა იყოს მათთვის ასაკობრივად შესაფერისი. და სწორედ ეს არის ამოცანა აღზრდელის, რომ ბავშვების ინტერესები აქციოს, ესე ვთქვათ, განავრცოს, შეუწყოს ხელი მათ განვითარებას, ცნობის მოყვარეობას და მისცეს შესაბამისი ცოდნა და ესე ვთქვათ, შეუწყოს ხელი სხვადასხვა უნარჩვევების განვითარებას. ეს არის სფერო, რაშიც ალბათ ყველაფერი უნდა იცოდეთ ცოტ-ცოტა მაინც, იმიტომ რომ ბავშვები კიდევ მეორე ჰოლისტურად ვითარდებიან, მრავალმხრივი განვითარება ხდება. ეს მნიშვნელოვანია, რომ იცოდნენ, კარგად იცნობდნენ ბავშვის განვითარებას, ასაკობრივ თავისებურებებს, ვთქვათ, სხვადასხვა მახასიათებლებს, ფიზიკური, შემეცნებითი, კოგნიტური, სოციალური, ემოციური განვითარების კუთხით, რა უნდა შეეძლოს, ვთქვათ, ამ ასაკის ბავშვს. აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანი არის უსაფრთხოების საკითხების ცოდნა, როგორ უნდა უზრუნველყოთ საბავშვო ბაღის გარემოში, აგრეთვე ეზოში ბავშვების უსაფრთხოება, მათი ჯანმრთელობის დაცვა, მნიშვნელოვანია პირველადი დახმარების პრინციპების ცოდნა. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სკოლამდელი განათლების პროფესიონალს აინტერესებდეს ადრეულ ასაკში ბავშვებთან მუშაობა, ანუ ამ ასაკის ბავშვებთან მუშაობა, იმიტომ რომ თუ არ აინტერესებს, ძალიან რთული იქნება, რომ ის წარმატებული პროფესიონალი იყოს. ძალიან ბევრი ენერგია სჭირდებათ და თუ კი ვთქვათ, არ ვართ ამისთვის მზად, შესაძლოა არ გამოგვივიდეს კარგად საქმის შესრულება. კომუნიკაბელურობა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი უნარია, როგორც ბავშვებთან, ასევე მშობლებთან მუშაობისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ აღზრდელს ჰქონდეს ღირებულება თანასწორობის, ესე ვთქვათ, მნიშვნელოვანი იყოს მისთვის თანასწორობა და განსხვავებული პატივისცემა. მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობა არის ის, რომ აღზრდელს შეუძლია სკოლამდელ გარემოს საბავშვო ბაღში შეუძლია ის, ესე ვთქვათ, გარკვეულწილად აანაზღაუროს ის, რაც სხვა გარემოში შეიძლება ბავშვს აკდეს და მისცეს და მაქსიმალურად ხელი შეუწყოს, რომ ბავშვს შეეძლოს, ესე ვთქვათ, თავის პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენა და მიღწევა. ეს ვფიქრობ, რომ ძალიან, ესე ვთქვათ, დიდი საჩუქარია ამ პროფესიის. სირთულეები, რა თქმა უნდა, ახლავს ამ პროფესიას. სირთულე არის პირველ რიგში ალბათ ის, რომ პასუხისმგებლობა გვაქვს ხშირ შემთხვევაში ბავშვების დიდ ჯგუფზე და ეს არც ისე მარტივია. სკოლამდელი განათლების სპეციალისტები ძირითადად მუშაობენ სკოლამდელ დაწესებულებებში. დაწესებულებების რაოდენობა იზრდება, ზოგადად საქართველოში ეს ტენდენცია არის უკვე ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. შესაბამისად იზრდება ამ დარგის სპეციალისტების, ესე ვთქვათ, სპეციალისტებზეც მოთხოვნა. ჩემი რჩევა იქნებოდა, რომ სწორი მოლოდინები ჰქონდეთ ამ პროფესიისგან, ძალიან მნიშვნელოვანია. მხოლოდ იმიტომ, რომ მცირეწლოვან ბავშვებთან მოუწევს მუშაობა, ეს არ ნიშნავს, რომ ადვილი სამუშაო იქნება. უნდა იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც ცემენ პატივს ბავშვის უფლებებს. და ბავშვისადმი დამოკიდებულება აქვთ როგორც პიროვნების მიმართ. განსხვავებული ადამიანები არიან, მაგრამ ისინი ზუსტად ისეთივე პიროვნებები არიან, როგორც თითოეული ჩვენგანი.